სტომატოლოგიურ კლინიკებს ახალი რეგულაციები უწესდება. მთავრობის 159 ბრძანებულების მიხედვით ფართობი არანაკლებ 14 კვადრატული მეტრი უნდა იყოს. რეგულაციების შედეგად სტომატოლოგიურ კლინიკებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაც მოეთხოვებათ. კიდევ რა რეგულაციებს ითვალისწინებს დადგენილება და როგორ აფასებენ სიახლეს სტომატოლოგები? ნინი ხარშილაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. მთავრობის დადგენილებით სტომატოლოგიური კაბინეტის ფართობი არანაკლებ 14 კვადრატული მეტრი უნდა იყოს. ყოველ დამატებით სავარძელზე კი მინიმუმ 7 კვადრატული მეტრი უნდა გამოიყოს. სავალდებულო ხდება პაციენტების მოსაცდელებსა და ექიმის კაბინეტში ვენტილაციით უზრუნველყოფა და სადეზინფექციო საშუალებების მოწესრიგება. აქამდე სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნის მსურველს არ ჰქონდა ვალდებულება სამინისტროსთვის ეცნობებინა. შესაბამისად უწყებას არ აქვს ინფორმაცია ქვეყანაში სტომატოლოგიური კაბინეტების შესახებ. მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ თუ კი იქამდე ნებისმიერ შეეძლო გაიხსნა სტომატოლოგიური კაბინეტი და ამის შესახებ არც კი ეცნობინებია ჯანდაცვის სამინისტროსათვის, ეს ყველა შემთხვევაში გახდა სავალდებულო. ანუ ჩვენ უკვე გვაქვს სრული სურათი ამ სად არის ეს კაბინეტები გახსნილი. 2 კვირის წინ დამტკიცდა ახალი რეგულაცია, რომელიც აწესრიგებს სტომატოლოგიური კაბინეტების მოწყობას, პასპორტიზაციას, ანუ რა მინიმალური ფართები უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს ინფექციებზე კონტროლი დაცული. რეგულაციის თანახმად კლინიკებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემო უნდა შექმნან და პანდუსები დაამონტაჟონ. არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისთვის სიახლეს წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ზოგიერთ კლინიკაში შესვლის პრობლემა არის, კარებშიც კი ვერ შეხვალეთლით ადამიანი. მივესალმებით მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც შეშემო პირებისთვის კეთდება ადაპტირებული სტომატოლოგიური კლინიკები და სამედიცინო დაწესებულებები, აქ მარტო სტომატოლოგიურზე არ არის საუბარი. ვფიქრობთ, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი და გაეროს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების პოზიტიური შეფასება. თავად სტომატოლოგიური კაბინეტის მეპატრონეები სანიტარული კონტროლის გამკაცრებას გამართლებულად მიიჩნევენ, თუმცა ფიქრობენ, რომ სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობა 8-10 კვადრატული მეტრის ფართშიცაა შესაძლებელი. ახალმა რეგულაციამ შესაძლოა მომსახურების ფასის ზრდა გამოიწვიოს. სისუფთავეს რაც შეეხება ვენტილაციას, რაც შეეხება ეს ყველაფერი პანდუსი, ეს ყველაფერი უნდა იყოს. ნამდვილად, იმიტომ რომ ამის უმეტესად პოლიკლინიკა და ესეთი ორგანიზაცია ფუნქციონირებს. რაც კერძო კლინიკები, რომელსაც აქვს პატარა ფართი, ალბათ მათ მოუწევს გარკვეული ხარჯის გაწევა, იმიტომ რომ თუ ფართი პატარა აქვს, უნდა შეისყიდონ დამატებით ფართი, ან დაიკეტება, დაეხურება თუ ეს ძალაში შევა ეს კანონი. სტომატოლოგიური კაბინეტების შესახებ ახალი რეგულაცია ძალაში 1 მაისიდან შევა.